ესე იგი, თუ გინდათ დღეს ჩემთან ერთად გაატაროთ გარკვეული დრო, გაგიზიარებთ როგორ წავალ ლილოში და ვიყიდი ფარდებს. მან იმედი მაქვს, რომ საერთოდ მივაგნებ ფარდებს, ლილოს მივაგნებ, იმიტომ რომ ვიცი. მაგრამ იმედი მაქვს, რომ იმ ხალხს დავრეკა, ვისაც ვეკონტაქტდებოდი, ვინც ფოტოები ჩამიგდო სხვათა შორის. და კიდევ იმედი მაქვს, რომ აი ძალიან ლაღად შევარჩევ და დავკიდებ და ასე გადავწყვიტე, ხან დამიწყოთ რაღაცები, გადავწყვიტე, რომ იყოს მოკლე, სოფლური, ცოტა კუჩკუჩები, ცოტა იმით, იმიტომ რომ ყველა ფარდის ქვეშ რადიატორებია და ამ მხრივ აი ესე გადავწყვიტე, იმიტომ რომ ყველგან გრძელია, ყველგან რაღაცა დაფრინავს, ყველგან ბავშვების ნათითურებია და ვფიქრობ, რომ ამ მხრივ ეკონომიასაც გავაკეთებ. მოკლედ. გართობა დაივიწყეთ პირველს მაგას გეტყვით. ნათია რო არ თარგმნიდეს რა არის საჭირო, მე საერთოდ არ მესმის. სანდახლელი ვარ, მაგრამ არჩევანი ძალიან დიდია. და რა ვიცი, ასე ძალიან ისაღები. ძალიან ნაყინი მინდა. სიგიჟე ხდება ხახნო, თუ კი რამე თეთრეული გინახავთ, მოგწონებიათ, საბავშვო, არა საბავშვო, აი ესეთი ლამაზი ნაჭრები, რომელიც მე მაგათი ამისგან მილიონ რაღაცა შევკერავდი, გადასაფარებელს თეთრეულს. ისინი ხო არ გეგრძნობათ. ეს სატინანარები არ არის, მაგრამ ესეთები არის სატინანარები. ჩემი თეთრეული სადმი დიდი ტოლვა და მოვიწოდა ფარდები. ყველაზე დიდი გამოწვევა არის ამების გამოწვევა. აუ რა ლამაზია. ესე იგი გამოვახციეთ და მოვედით ლილოში ხახნო. პარკირების ამბავი მე როგორც მეგონა ეგეთ პრობლემაც არ არის. ტრასთან გადაუხვევთ, როგორც კი ლილოს გამოსასვლელს მოპირდაპირე მხარეს მოკლედ. გაიყვებით რა Google-ში ჩაწერეთ, შემდეგ შემოხვდეთ და ეხლა წავედი. მე ჭმაქო ფარდებისგან და კიდევ უამრავ რაღაცას გავაყოლებ ხელს და რა გვასწავლა ლილოს ბაზრობა. ის რომ ზუსტად უნდა იცოდე, სად მიდიხარ და ზუსტად უნდა წაიყვანო ამის მცოდნე ადამიანი, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში უბრალოდ როცა გაერკვევი უკვე ყველაფერი დაკეტილი იქნება.